მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო. დიდი ხანია არ შევხვედრივართ ერთმანეთს, ამას თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. ვაგრძელებთ ჩვენ საუბარებს პოლიტიკაზე. პირველ ყოვლისა მოგილოცავთ შობას ახალ წელს იმ ძვირფას დღესასწაულებს, რომლებიც ჩვენთვის ყველა ქართველისთვის ძვირფასია. და გისურვებთ პირველ ყოვლისა ჯანმრთელობას და ქვეყნის ხსნას და გადარჩენას. ძალზედ რთულ პერიოდში გვიწევს ყოფნა და არსებობა, არა მარტო საქართველოს, ქართველებს, არამედ დედამიწისეულ ადამიანს და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ იმ დროში ვართ, სადაც მართლაც უნდა გადაიჭრეს ზოგადად დედამიწისეული ადამიანის ყოფნა არ ყოფნა. ამ ყველა ნიშანი სახეზე გვაქვს და განსაკუთრებით ეს უკანასკნელი ისახება სოფლიო პოლიტიკაში, სოფლიო პოლიტიკაზე და გეოპოლიტიკურ საკითხებში. რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. აქვე დავძენ, რომ სოფლიო პოლიტიკა არის ერთი მხარე, ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მაგრამ სოფლიო პოლიტიკაზე მაღლა დგას გეოპოლიტიკა. და გეომოგეხსენებათ დედამიწა, მარტივად მიწა. სოფლიო ვიცით რა არის. მაგრამ გეოპოლიტიკაზე მაღლა დგას აი სუხილავი, მარტივად უხილავი სამყარო, ღმერთი. ასეც ქვია. ამაზეც ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს. მარტივად მოვლენა, რომელიც ეხება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ქვეყანას და ნებისმიერ ჩვენგანს. რაც ჩვენი მოძრაობა დღიდან ამ მოძრაობის შექმნიდან უკვე გავიდა 30 წელი შესრულდა ბატონ ნაგი ჯორჯაძის მიერ ვაგეთგან გაცხადებული სიტყვის ირგვლივ შეიქმნა მთელი რიგი მოძრაობის ორგანიზაციები, პირველ ყოვლისა მოძრაობა ახალი სიტყვა, მის ბაზაზე პარტია მძლეველი, საქართველოს ეროვნული ფრონტი, ზეპარტიული როგორც ორგანო და სხვა ორგანიზაციები. უნდა გითხრათ, რომ 30 წლის წინ 1995 წლის 9 იანვრიდან მოყოლებული ის პროცესები, რაც უნდა მოხდარიყო ჩვენ თავს, ყველაფერი წინ იყო გაცხადებული და ნათქვამი. როგორ წარიმართებოდა ქვეყანა, ქვეყნის ბედი და სოფლიოში დედამიწისეული ადამიანის ბედი. ვინაიდან ეს მოვლენა ყველას ეხება. ზოგადად საკაცობრიო მნიშვნელობის არის ეს უკანასკნელი, ეხება ყველა რელიგიას, ყველა კონფესიას. მარტივად ქონადობის პროცესში იმყოფებით ყველა, მაგრამ ეს უკანასკნელი მოვლენა, რასაც ყველა ვიცნობთ ამ სახელით, მეორედ მოსვლა, ქრისტეს მეორედ მოსვლა. აი ჩვენ თავს ხდება, მაგრამ მისი ხილული მხარე აისახება სწორედაც ჩვენს ყოფაში, მარტივად პოლიტიკაში. ოცული სიტყვა რას გვამცნობა პირველ ყოვლისა, რომ არსებული ცხოვრების წესით დედამიწისეული ადამიანის სიკვდილია გადაწყვეტილი. და არსებობენ ადამიანები, ერები, სახელმწიფოები, მარტივად ქვეყნები, რომლებიც მუშაობენ ამ სიკვდილზე. და არსებობენ ადამიანები, ერები, სახელმწიფოები, ქვეყნები, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენისთვის ვაძლევთ. აირწვია. და პირველ ყოვლისა ამ ეპიცენტრში ვარ ჩვენ საქართველოს ქართველი ერები. როგორც ამ მოვლენის
პირველი განცხადებელი და პირველი მიმღები ქვეყანა. სიტყვა აღმერთი და ყველაფერი სიტყვით წყდება. რა იყო მოსალოდნელი? პირველ ყოვლისა მარტივად ადამიანში ზნეობრიობის ჩამოშლა. როგორ იყო შესაძლებელი მაგის ამ უკანასკნელის გადაჭრა? პირველ ყოვლისა განათლების სისტემა. განათლება გონებაში, იმ აზროვნებაში, იმ ხინჯი ფასეულობების შემოტანა, ამის ტირაჟირება მარტივად და შესაბამისად ადამიანის კვამში და ხორცში აი ამ სულისკვეთების რაც ღვთის არის იმის გამორიცხვა. ჯერ კიდევ 90-იანი წლებში ეგრეთ წოდებული განათლების სისტემაში შემოიტანეს ისეთი პროგრამა, რომელიც განუვითარებელ ქვეყნებში იყო დაშვებული. შედეგადაც არ დააყო. ეს პროგრამა მთელი სისავსით ამოქმედდა წინა რეჟიმის პერიოდში 2013 წლის ნოემბრის რევოლუციის თანახმად და 2004 წელს, როდესაც წინარე ხელისუფლების პრეზიდენტი მოვიდა ქვეყნის სათავეში. განათლების სისტემაში მოხდა დიდი გარდატეხა და ჩვენ მივიღეთ აი ეს თაობა, ახალგაზრდობა, რომელიც ჩვენ დავკარგეთ. ეხლა თუ ვინმეს დაკარგულ თაობად არ მიაჩნია, მაშინ ნებისმიერ ჩემი თოვლისდაცვა, ვისაც გონიერება აქვს, კითხვას დაუსვა. ნარკოტიკებით მემთვრალე ადამიანის ოჯახში ყოფნა თქვენს ნორმად მიგაჩნიათ? წლეგადასული საქციელი მე მინდა ამის მოტრფიალე და ამ იდეალებზე გაზრდილი შვილი რომელიმეს გინდათ? რაც რომ არ უნდა არავის თავის შვილი ესეთი იყოს, მე მგონი ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს დაკატავს ეს უკანასკნელი წარმოდგენა. ჩვენ ნახეთ ამ ნარკოტიკული ბანგით გაჯერებული ახალგაზრდების ექსტრემიზმი და უგანის აქციები. ცრუ ფასეულობების, ცრუ ლოზუნგების, ანტიქართული, მარტივად არაადამიანური ქმედებები რუსთაველის გამზირეთში და თბილისის ცენტრებში და ქუჩებში. თუ დროშა, გერბი და ჰიმნი ეს არის ატრიბუტი სახელმწიფო სუვერენობის და სუვერენიტეტის. ესე იგი, მისი დამოუკიდებლობის. მოგწონს არ შემოხვეული ხუთჯვრიანი დროშების ლაბადად და მოსასხამად მოსიარულე ადამიანებისკენ რა, რომელიც მართალია ტირაჟირებული იყო და სპორტსმენებმა დაიწყეს. დროშები რომ მოიხვიეს, აი ვარდენის რევოლუცია, აი მოდასრო დაერჩვია. სერიოზული დამოუკიდებელი, სუვერენული, ძლიერი სახელმწიფოები, როდესაც დროშა ავა ზემოთ, იმას პატივსცემენ. და იმ დროშის ხელის ხლება ესე არავის არ აქვს უფლება. ჯვაროსნები გამოუვიდნენ ეს ჯვაროსანი ორდენი, ტამპლიერებით შემოსილები და ტამპლიერებს დაამსგავსეს, იმიტომ რომ ამით დაიწყეს სწორედაც ჩვენ სიწმინდეებზე, თუნდაც საუვერენიტეტის ჩვენი დამოუკიდებლობის გამოხატულ ატრიბუტებზე პირველივე შედება. რამდენად ქრისტიანულია ეს ხუთჯვრიანი დროშა ჩვენი, ეს კიდე სხვა თემაა და სხვა სასაუბრო თემაა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ,
თუ შენ პატივცემს შენ სახელმწიფოს შენს ოჯახს დედმამიშვილს შობელს და ქართველს მოყვას შენ მის პირადა წმინდაზე ესე რიგად ხელში აღება და არაუბრალოდ ფრიალი არამედ სამოსელად გამოხდა მოსხმა როგორც მოსად ეს ყოველ დაუშვებელია იმიტომ რომ იმ უგვანის აქციელის ასაც ის ჩაკ ესე იგი შენ პირდაპირ ხალავ და შეურაცხყოფას აყენებს შენს ერს და შენს ქვეყანას დროშის ესე ალბათ მოხსენები მასეთ გულისთვის როცა დროშა დაკარგავდა ნაწილები სამხედრო თუ არმია იქნებოდა დროშის დაკარგვის შემთხვევაში უხდებოდა პირველ ყოვლისა არის ყველაფერი თავიდან დასაწყები თავიდან როგორ განათლების სისტემაა ისო მისახელი პირველ ყოვლისა განათლების სისტემა ის ნაწილი რომელიც ჯერ კიდევ საყია მადლობა მომს არსებობს ესეთი საყი ნაწილი ჩვენ საფრთხეობაში ჩვენ შვილების თაობაში მაგრამ ასე თუ მიუშვით ჩვენ მომავალი აღარ ვექნება მარტივად რეალურად ხდება იმ საფეხურებრივად ნაბიჯ იმ პოლიტიკის გატარება, რასაც ჩვენ მოწვეული სიტყვა ყველას გვავალდებულია ქართველებს პირველ ყოვლისა. რა არის უკანასკნელი? ჩვენ უნდა მოიპოვოთ ჩვენი ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ატრიბუტიკებით ატრიბუტიკით არგანიზება ჩვენი მართლაც ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა. როცა ნებისმიერ სახელმწიფო როგორც ესეთი მექანიზმი, დამცავი მექანიზმი ერის, ეთნოსის, ჩვენი ეროვნულობის არის სახელმწიფო. და ნებისმიერ სახელმწიფო ერთეულში მიმართულებაში, ხო? იქნება პირველ ყოვლისა განათლება, ჯანდაცვა, ძალოვანის მიმართულება, სამართალდამცავი ორგანოები, ჯარი, პროკურატურა, სოფლის მეურნეობა, ფინანსები და ასე ყველა აი ამ როგორც ორგანიზმში შემოსულია ის მეტასტაზი დამანგრეველი, რომელიც მეტასტაზებიც თითოეულ ამ ორგანოს უჯრედებს ანგრევს, წამლავს და სიკვდილისკენ მიაგნებს. ვინაიდან შინაგანი წესი, სტრუქტურის მუშაობა, როგორც უჯრედისა, აი თითოეულ აი ამ სახელმწიფო მოცემულობაში არის დაასნობოვნებული შტამებით გაჯერებული. ვინ და ეს შტამები ვინ შემოიტანა? სწორედ ჩვენმა ჭყალებში ხსნელმა, ჩვენმა გადამჩენელმა დასავლეთმა ზოგადად ამერიკამ და ევროპამ. იქითკენ სწრაფვა. არა რადგილს ამერიკის შეერთებული შტატების ეგრეთ წოდებული ორგანიზაცია, რასაც ქვია USAID. ჩვენ როდის ვამბობდით, რომ USAID იყო ის ორგანო, რომელიც აი სიღრმისეული მთავრობას უწოდებენ, ახლა ეს ტერმინი დამკვიდრებულია, თვითონ ამერიკის შეახლანდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტერმინია სიღრმისეული მთავრობა, გლობალისტების, რომლებიც ამ ინსტრუმენტით ახორციელებდნენ კერძოდ საქართველოში ყველა სტრუქტურაში თავის დირექტივებით მართვას ჩვენი სახელმწიფოს. ფინანსები გინდა ფინანსების, ეკონომიკის და ყველა სტრუქტურის. და ჩვენ ხო არა ვართ მომწყდარი მსოფლიო პოლიტიკას და ზოგადად გეოპოლიტიკას. პოლიტიკური მოვლენები და ხო არა გამოთიშვილი. რა ადგილს დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ძალიან ესეთი გამოკვეთილი, ძალიან გამორჩეული პიროვნების, სოფლიოში ცნობილი პიროვნების ილონ მასკის პოლიტიკური განცხადება ამ USAID-თან დაკავშირებით. რომ ეს ორგანიზაცია არის პირდაპირ ამბობს ეს კაცი, ილონ მასკი, ბატონი ილონ მასკი, რომ ეს არის სატანისტების ხროვა და ყველა ქვეყანაში უნდა იქნეს აკრძალული. ხედავთ თანმიმდევრულ
ჩვენი არსებული ხელისუფლების ქართული ოცნების პირველ ყოვლისა თანმიმდევრულ ნაბიჯებს საგარეო პოლიტიკაში. კერძოდ ჩვენმა პრემიერმა აი სულ რაღაც ახლო პერიოდში გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით 2028 წლამდე 2030 წლამდე ჩვენ მოლაპარაკების დიალოგს წყვეთ ევროკავშირთან და ამ სტრუქტურასთან. რატო? იმიტომ რომ ევროკავშირთან დიალოგი არ შეუძლებელი გახდა. შეუძლებელი გახდა მარტივად. ისეთ რაღაცებს გვიხენებდნენ ქართველობას, რითაც ჩვენ თუ დავყვებოდით ჩვენ ქართველობას მარტივად პოლიტიკური და პირდაპირი მნიშვნელობით ხარაკირი უნდა გავუკეთებინა. ხო ესე? ანუ მივესალმებით ძალიან თანმიმდევრული ამ ნაბიჯებს, რომელსაც ქართული ოცნება ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება ატარებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ეგრეთ წოდებულ გაწირულ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწირულ ევროკავშირს ემიჯნება. გაახდება მარტივად. ამერიკის შეერთებული შტატებს თავისი ინტერესები გააჩნია მსოფლიო პოლიტიკაში და გეოპოლიტიკაში. გეოპოლიტიკური ინტერესი. ევროკავშირი გაწირულია. ილონ მასკის განცხადებები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებული ხელისუფლის ბატონი შოლცის მისამართით, ბატონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით, კანადის მთავრობის მისამართით. ეს ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ გეოპოლიტიკა იცვლება. ესმით? ტრამპმა პირდაპირ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ სამეზობლოში ხდება ძმათამკვლელი ომი, რომ პუტინს არ დაუწყია ეს ომი, ის იძულებული გახდა დაეცვა თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესი. ესმით? ტერიტორიებისთვის კი არა, რაც შოლცმა ბრიტანეთის ჩაგონებით, ბრიტანეთის იმპერიის, რომელსაც უნდა ისევ თავისი იმპერიის დიდება დაიბრუნოს, დაადანაშაულა და ცილი დასამა რუსეთის ფედერაციას, რომ ის ტერიტორიებს იფართოვებს. ერთი, ეხლა მოეწონება ქართველებს ჩემო კარგებო, მოგეწონებათ რომელიმე კახეთმა დამოუკიდებლობა რომ გამოგიწყოთ. არა, მოგწონს ხილვალის სუვერენიტეტი და სოხუმის სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივად ცნობა. შიდა ქართლი ესე იგი შენი ხო აღარ არის? დე ფაქტო, შენთვის დე ფაქტო. და სოხუმი, აფხაზეთი. ამას მიყვეს ახლა კახეთი, ჰერეთი. ჰერეთი ისედაც აზერბაიჯანს აქვს წარებული. ჩვენ სამეზობლებს, სტრატეგიულ მოკავშირეებს. მიყვეს მერე სამცხე-ჯავახეთი. აჭარა. თურქეთს იმიტომ რომ კავკასიაში ის ქართული მიწა-წყალია, კაბადოკიებზე ქართული მიწა-წყალი იყო, მოგესწრებათ ყველას, ვინც ქართველები ვართ. კიდევ დარჩენილები და ვინც ვაზრუნებთ ქართული. მოგეწონება სამეგრელოს კიდევ გამოყოფა, საგმიერთება არ ვიცი. იქ არის სკერები, ხო? ამ YouTube და მარტივად ინტერნეტ სივრცეში გაჯერებულია ვიდეო რგოლები, სადაც აქ სეპარატიზმი არათუ ძვირვარებს, არამედ პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ერი არსებობს კაცობრიობა, ხო? მოგეწონებათ ესეთი დამოუკიდებლობა, ესეთი დამოუკიდებლობა სწორედაც ამ რუს სლავიანურ ერშია, ეს ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, კაცო. ხელოვნურად ვლადიმერ ილიას ლენინის მიერ გაკეთებული. მოგეწონებათ ეხლა არ თუ სამეგრელო კახეთმა აგიფრიალოს დამოუკიდებლობის დროშა? ჩვენგან ყველაფერი აღარ დარჩება. და თუ შეჭერი თავისთვის აგინეს, მას რატომ უნდა უცნო? ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ძმათამკვლელიური ჩვენ სამეზობლოში. არ არსებობს ესეთი სახელმწიფო უკრაინა. და თუ რა დღეს არსებობს ესეთი ტერმინი, სახელმწიფო ეს არის ტერორისტული დაჯგუფისა სახელმწიფო, კაცო, ფაშისტული. საშინელი ნეოლიბერალური და პირდაპირ ფაშისტული. და ამასთან დაკავშირებით ილონ მასკმა პირდაპირ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინს არანაირი თავის ინტერესებით
დაიცვა, მაგრამ თუნდაც ჩვენთან მიმართებაში ჩვენი წინარე რეჟიმის არა გონიურულმა ამერიკის ჩაგონებით რომ რუსეთს უნდა შეგვეკლა, რუსეთისთვის უნდა შეგვეკლა, რომ რუსეთის საერთაშორისო სარბიელზე ჩირკი მოწყობილი იყო თითქოს დიდი რამეც აწარმოადგენს საქართველოს ამერიკელისთვის, მოზამბიკელ ფრანგისთვის და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ჩამოვსრულოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ უნდა დაგვეფარდა რუსეთთან ომში. 2008 წლის ომს გულისხმობ. და ეს სამდღიანი, სამარცხვინო, სრულად სიტყვის მნიშვნელობით სამხედრო პროვოკაცია, პოლიტიკური სამხედრო პროვოკაცია, რაც დაგვიჩნდა, ხო? რუსეთის მხრიდან ამ ორი რეგიონის სახელმწიფოს ცნობა დამოუკიდებელ სახელმწიფო ერთეულებად. და ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების უკვე ლეგიტიმურმა და კანონიერმა პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის პირველი პირის მისამართი დაესწრებათ, რომ მათ თავისი ინტერესები დაეცვა არავითარ ტერიტორიებზე. არადა კარგად როდესაც კიდევ ნახავთ მის შემდგომ განცხადებებს, თუნდაც კანადასთან დაკავშირებით. რა ბრძანა კანადასთან მისამართით პატივცემულმა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურმა ლიდერმა ჩვენ მოგვესდა კანადის ჩვენი დოლარი შენახვა. და ვინც არ ვიცით ისტორია, მაშინ ხმამაღლა ვეთქვით და ვინც ვიცით კიდევ გავიხსენებთ, ხო? რომ ამერიკის შეერთებული შტატები სანამ შეიქმნებოდა, ეს იყო ბრიტანეთის კოლონია, 12-მა შტატმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ამ დროს საფრანგეთში 1790 წლის რევოლუცია მოხდარია, პირველი საფრანგეთის პირველმა რევოლუციონერებმა ღვთისმოვალეებმა აღიარეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა. კანადის ტერიტორიაზე კვებეკი წარმოადგენდა ფრანგების კოლონიას, როგორც ამერიკის ჩრდილოეთ ამერიკის ეს ნაწილი იყო ბრიტანეთის კოლონია. დღესდღე ბრიტანეთის მონარქის ტახტის ქვეშევრდომობას აღიარებს სახელმწიფოებრივად კანადა. მის დროშაზეა ეს სიმბოლიკა გამოხატული. და ამ ეგრეთ წოდებულ ჩვენ ხმამაღალ საუბრობთ კოლექტიურ დასავლეთზე, იმ კოლექტიურ დასავლეთში მარტივად იმ სატანისტების ხროვაში უკვე სერიოზული განხეთქილებაა. განხეთქილება, პირდაპირ მნიშვნელობით დიდი განხეთქილება. გადანაწილება ხდება, მსოფლიო ახალი წესრიგი მოდის. ერთპიროვნული ჰეგემონია აღარ არის ამერიკის შეერთებული შტატები. და აი ამ ფონზე, რომ აღარ არის ამერიკის შეერთებული შტატები, ერთპიროვნული ზესახელმწიფო ჰეგემონია, მსოფლიო და გეოპოლიტიკის განსაზღვრელი ამ პერიოდში თავი წამოყო ისევ ბრიტანეთმა, რომლის მზე, როგორც ასეთი დიდი იმპერიის მზე ჩაესვენა უინსტონ ჩერჩილის პრემიერობის დროს, როდესაც მან დაკარგა კოლონიები. და ბრიტანეთი ეხლა ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებს სამაგიერო გადაუხადოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვიდნენ აი სიღრმისეული მთავრობა, როგორც ლევანდელი ეს პირველი პირები საუბრობენ, სიღრმისეული მთავრობა, გლობალისტები, ეს ლიბერალები, ლიბერასტები ისე თავის წამოყოფას. თუ გახსოვთ, ბრიტანეთი გამოეყო რა დაინახა რა ამერიკის შესაბამისი განსაზღვრა, შესაბამისი ნაბიჯები, გამოეყო ევროკავშირს და მან თავის პუნქტი შეინარჩუნა. და კანადასთან მიმართებაში უბრუნდები კიდევ. კანადაში ჩვენ გვეყოფა მათი დაფინანსება ჩვენი დოლარით. ესე იგი, პუტინთან მიმართებაში თუ თქვა რომ ის თავის პრინციპში ამით ირიბად აღიარა რომ უკრაინა არის ეს არის აკრაინა, ეს არის განაპირი ნაწილი რუსეთის ნაწილია. და ეს კიდე ჩემია თქვა კანადაზე. ეს პირდაპირ განაცხადა ტრამპმა. აღარ არის საუბარი გრენლანდიაზე. ესე იგი, ამ ჩრდილოეთ მხარეში, ჩრდილოეთ კონტინენტზე, ამერიკის ჩრდილოეთ კონტინენტზე, ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს რომ ყველაფერი ჩემია.
ერთის მხრივ არის ექსპანსიონისტური პოლიტიკა, ასე ვთქვათ, იმპერიალისტური პოლიტიკა რესპუბლიკელების მიერ მოყვანილი და კანდიდატის უწუხე პრეზიდენტის ტრამპის მიერ გაცხადებული. მეორეს მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების ეს ისტებლიშმენტმა გადაწყვიტა, რომელიც არის სისტემური პიროვნება, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ეს ოლიგარქია, მილიარდერია, რომელიც გააძლევს მოგებული არჩევნები დამარცხებულად გამოაცხადეს, კაცო. გადატრიალება მოხდა იქ. და ახეს იმიტომ რომ იქ ამერიკის შეერთებული შტატებში არის ტრანსნაციონალური კორპორაციები, ეს სოფლიო სატანისტების ხროვა, რომლებსაც დედამიწა პატარ-პატარა კუნძულებადაა გადანაწილებული და სოფლიო უნდა იმართებოდეს აი ამ უკანასკნელი, აი ამ ორგანოები და სახელმწიფო საერთოდ უნდა აღარ არსებობდეს და ეს უნდა იყოს ერთი მმართველობა. და იქ ამერიკის შეერთებული შტატებში მარტივად ეკონომიკა იქ ვინც ქმნის რეალურ პროდუქციას, ხო? ისე იმად არ უნდათ ამერიკის შეერთებული შტატების სიკვდილი. თან კიდე ამერიკის შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტი იყო პროტესტანტი. რამოდენიმე პრეზიდენტის გარდა. და სხვათაშორის წინა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წარმოადგენდა ერთ-ერთი ადამიანების ძალიან მცირე რიცხვს, რომელიც იყო წარსულში კათოლიკე. სულ რაღაც 3-4 კაცი იყო არა პროტესტანტი. და ბაიდენმა რაც გააკეთა, ყველამ კარგად დავინახეთ. ბაიდენი უყავდა და მარტივად ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ჩაძირული იყო და არის კიდევ. ტრამპმა როგორღაც წამოწია, იცავს თავის ინტერესებს და ის ინტერესები მარტო ის კი არ არის, რომ იქ დაიწოს ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტზე, არამედ სოფლიოში. მისი პოზიცია ევროკავშირთან და ევროპასთან მიმართებაში. პირდაპირ განუცხადა ტრამპმა. გინდათ უსაფრთხოება? ნატოში გადაიხადეთ არა უკვე 2%. იმიტომ აუჯანყდა ეს ევროპელი და იმიტომ უულოცავდნენ ბაიდენს, როდესაც პრინციპში გამარჯვებული კაცი გამოაცხადეს დამარცხებულად და ბაიდენის ჩააბარეს დემოკრატებს. 2% კი არა, 2%-ის გამო აუხდნენ, რომ ნატოში მათი სახელმწიფო შემოსავლების ბიუჯეტის 2% გადაიხადეთ, როცა მოთხოვა. ეხლა აუწია ეს თამასა 5%-ზე. რა გაეშველება პატრიციული შოლს, მაკრონს და სხვებს და სხვებს. ეს ვერაფერი. თქვენ გონიათ, როდესაც და თუ არა და მე გავალო ნატოს პოლიტიკურ სამხედრო ბლოკიდან, ტრამპმა განაცხადა. და როდესაც გავა ის, ხო არ გონიათ ის ამერიკის შეერთებული შტატების სადაც სამხედროები ხო და ნატოში არის უმეტესად წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები, ხო? ის ბაზებს გაიტანს ევროპიდან. ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ბაზებს თუ ისინი სამხედრო გზით არ იქნება გაყრილი, არასადაც. ეს კიდევ ერთი ზემოქმედების ისაა. და როგორ ვფიქრობთ ახლა საქართველოში აქ რო თავის ინტერესებს ატარებს, ბაზებს გაიტანს. რუსებს ხომ მოუთხარით ჩვენ პირობა მივეცით რომ ოღონდ თქვენ გადით და ჩვენ არავისთან შენგან დაპირისპირებულ აი სამხედრო არცეთ პოლიტიკურ სამხედრო ძალას არ შემოგვიყვანთ. გაიყვანეს შემოკარგებო, მაგრამ აფხაზეთი და ჩიდაკარში ეს სხინვალში და სოხუმში ეს კონფლიქტი არსებობდა, დე-ფაქტო დე-იურე აი ჩვენი იყო, დე-ფაქტოდ უბრალოდ ეს სეპარატისტული ორი რეგიონში არსებობდა ცისფერ ჩაფუთიანები, რუსები განაგებდნენ აი აქ და აი ამან ისე მოიყვანა, რომ ის არ წაიღეს ამ ბაზებს. იმიტომ რომ ჩვენ აღმოჩნდა, რომ ჩავწერეთ ჩემგან კონსტიტუციაში, რომ თითქოს ნატოში აუცილებლად გაწევრიანება არის ჩვენი დიდი სურვილი და ეს გადამჩენელი. მარტივად სახელმწიფოს გვინდოდა ნაბიჯ-ნაბიჯ თანმიმდევრულად მიდის იქითკენ, რომ მარტივად ჩეჩმაიტის სუვერენიტეტი მოვიპოვოთ. ევროპა არის ფიქცია. და თუ ვინმეს ევროპული ცხოვრების წესი, აი ევროპული ცხოვრების წესი არის სოდომი. არავინ არ პროფესორს არ დაუჯეროთ, ჩემო კარგებო, რომლებიც ამბობენ, რომ გერმანული თურმე განათლების სისტემა არის ერთი შეხედეთ, ვინც გერმანიაში მართლა პროფესორი, რა მდგომარეობაშია სკოლა, მათი სკოლები. ჩვენზე არის მდგომარეობაში.
სკოლაში ჩვენ რო სწავლობდით შემოკეთილებულ კალკულატორია, ციფრულია ეს მექანიზმი, სადაც ის იმას ვინმეს თუ სკოლაში დაგვინახავდნენ, არავითარ შემთხვევაში არ დაგიშვებდნენ, რომ ეს კალკულატორი გესაგებია. მოშლილია ყველაფერი, განსაკუთრებით განათლების სისტემა. შემდეგ ჩვენ ქვეყანა, ჩვენ ხელისუფლებას აი ეს ლიბერალური დამოკიდებულება სუბუქ ნარკოტიკებთან მიმართებაში აქვს გადასახედი დიამეტრალური შესაძლებლობა. არანაირი სიკეთე ამ უკანასკნელ არ მოიტანა. მოუტანა ჩვენს ახალგაზრდობას. ათო თუ რაღაცა პროცენტი ეწეოდა ანაშას, რასაც პლანი ქვია, სუბუქი ნარკოტიკი, ეხლა აი ეს სასაკი ჯავიდა 15, 17, 18 წლის და 11 და 8 წლის ბავშვებამდე. აი ეს ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდებს იხენებდნენ, იმიტომ რომ ამ უკანასკნელს აბრუებდნენ და ესენი გამოდიოდნენ. ამათი მართვა მაგრაბაცები ძალიან მარტივია. ჩვენ მომავალი ამით არ ვიქნება, ამიტომ ძალიან ეს ლიბერალური დამოკიდებულება, ესე იგი ნარკოტიკებთან მიმართებაში უნდა იქნეს აღზარული. რაც შეეხება თვითონ, მაშინ ძალოვანი სტრუქტურა, პოლიცია, მაშინ ჩემ ბავშვობაში იყო მილიცია, დაიწყებს ისევ კორუფციულ, რა ქვია, სქემებს, ადგება და ჯიბეში ჩაგიგებს ამ ნარკოტიკს. ჯერჯერობით მეც ვიყავი ახალგაზრდა, მეც ვიყავი ბავშვი. ვისასაკი ჩვენს გაგვიურია. ესე როგორ ვფიქრო, ტყუილა კიდე უდევდნენ იმ ადამიანებს, იქნებ იმ ეგრეთ წოდებულ, აი სხვაგვარად მოაზროვნე ბიჭების, აი როგორც იტყვიან, გადასაბირებლად აკეთებდნენ მაგ უკანასკნელს და ის გონიათ რომ მამა აბრამის ბატონებს უდებდნენ? რატომ მე არ მიდებდნენ? რატომ მე არ მიდებდნენ? რა 100 ბავშვიდან რაღა მაინდა-მაინც 2-3 და 4-ს უდებდნენ. იმიტომ რომ ისინი აცხადებდნენ რომ ჩვენ ვართ ამ გაგების ბიჭები. შენ მაგ გაგების ბიჭები ხარ და გონიათ სახელმწიფო მიუშვებ და ამ გაგების ბიჭებს ისე იარაღზე. ეხლა ხო ბავშვები აღარა ვართ, უკვე ვიცით რომ კრიმინალური სამყარო მარტივად ეგრეთ წოდებული, ხო დამნაშავეთა სამყარო. ეს ყველაფერი სახელმწიფოსაგან მართვილი ერთ-ერთი რეჟიმის შემადგენელი ნაწილი. და ესე იბირებდნენ, რომ თავის ხალხი ყოლოდა. დაბა რა გონიათ თქვენ? 18 ბავშვს არ უდებდნენ ნარკოტიკებს და 2 ბავშვს უდებდნენ? და გონიათ შემთხვევით უდებდნენ იმ 2 ბავშვს? ამზადებდნენ თავის კადრებს იქ. ამიტომ ის კორუფცია იყო. და იცი როგორ იყო კორუფცია? კორუფცია ხო სახელმწიფო რაც კი არსებობს, სახელმწიფო ინსტიტუტი არ არსებობს კორუფციის გარშემო. მონარქიის დროს როცა იყო პატრონი და პატრონი ყავდა ჩვენ და ჩვენი პატრონი იყო ღმერთი და ღმერთის დაზის რა ქვია ხელდასხმული ჩვენი მონარქი მეფე ეკლესიასთან ერთად. იმიტომ რომ მორწმუნე ადამიანის კრებულია ჩვენი ეკლესია, როგორც საზრუნო ქრისტესი, ჩვენ ყველანი ვართ საზრუნი, აი ესენი მართავდნენ. მაშინაც კი იყო კორუფცია. იგივე ეკლესიაში. ნებისმიერ პერიოდში გადახედეთ. მაგრამ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ამ მიმართებით რომ იცი რა კორუფცია არ უნდა იყოს და აი ამიტომ ნარკოტიკები დაუშვათ. ესე იგი, რაც უგვარი წესი არის, მოდი ის დაუშვათ და ის აღარ იქნება კაროს საწინააღმდეგობა, კრიმინალი აღარ იქნება. როგორ დაკარგავთ? რაც არ შეიძლება. იმის დაშვება როგორ უნდა გააკეთო კანონით. რო შენ პრობლემა არ შეგვიძლია. მაშინ აი ახლა დეთქვით განათლების სისტემასთან. პატარა ბავშვი, 4-5 წლის ბავშვი, რომელიც დადის ბაღში. საიდან იცის რომ უნდა დაარეკოს 112, 1-2-ში. თუ მას შენიშნოს მისცემ შობელი, რომ ეს სიტყვა არ თქვა. და მოვლენ და წაგიყვანენ რომ შობელს რო ეთქვის. მაგის ღარების ინსტიტუტს რო იმაშობენ. საიდან იცის ამ ბავშვმა 1-2, რომელმაც თუ რა არის ჯერ. საბავშვო ბაღიდან ეწევიან ბავშვების გაყნას, გადახსნებას. ესეც ის ხარი. იმიტომ რომ მარტივად USAID მერმე სახელმწიფო მიიღო კანონი, რომელიც ჩვენ ერთგვარ უსაფრთხოების რეჟიმის შემადგენელი ნაწილია, ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
უცხო ქვეყნის და შემოსულია ესე იგი აი ეს კანონი რაზეც ატეხილი იყო. ეს არ გმარა. უნდა აიგზავნოს ყველა ფონდი, განსაკუთრებით სოროსის, ჯორჯ სოროსის ფონდი. ილონ მასკმა, ტრამპმა განაცხადა ამ ფონდზე და ამ კაცზე, რომ ეს არის სატანისტების ხროვის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. რა პრინციპით მოქმედებს ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომ აი ეს სიღრმისეული მთავრობა ნებისმიერ ქვეყანაში ფონდებს ქმნის, შედის ამ ფონდების ესე იგი არალეგალურ სადაზვერვო ესეთია, თამამ ლეგალიზებულია ფონდია, ვითომ გეხმარება. შემოდის ფულადი ტრანში, რა გინდა აგენტის, იმიტომ რომ პრობლემაა ხო, რომელიმე ქვეყანაში მივიდეთ ჩინოვნიკთან დიპლომატიის წარმომადგენლები, რომლებიც ზვერავია სინამდვილეში, ძალიან დიდი ნაწილი ნებისმიერ დიპლომატიურ კორპუსში არის სპეცსამსახურის თანამშრომელი, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, ან სამხედრო მიმართულებით და სპეცსამსახურის, მაგრამ ძალოვან სტრუქტურასაც სამხედროსაც თავისი წარმომადგენლები ხო, ზით საპრინციპოც მაგ ჩაოლებრივი პრაქტიკაა და სხვათა შორის ჩვენ სიგივე პრაქტიკაა, მაგრამ საფრანგეთში რაც არ უნდა ესეთი აპატიე და ძალიან სუსტი სახელმწიფოა ბილათი, ჩვენც კი იგივე სტრუქტურა გვაქვს, იმიტომ რომ სპანაირად არ არსებობს სახელმწიფო. ვერ მიყვანდა და აი გადაპირებას ესე და ფული მოხსნა რა ეს. აი ამ შექმნილია ესეთი ფონდები. მიგავაღებინეს რომ ფონდები თორე ლეგალურია. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ტრამპს გონია ბოლომდე ემორჩილება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იყო პრეზიდენტი ეიზენჰაუერი. პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა არ იცოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი სერიოზული სპეცსამსახური არსებობდა ეროვნული ნაციონალური იგივე უშიშროება. რასაც ქვია NDI, ესეთი აბრევიატურით. ეს გაიგეს ნიქსონის დროს. გესმით? და ეიზენჰაუერი ძალიან ბევრ საკითხებში იყო ჩახედული, იმიტომ რომ იქ არსებობს ერთი პატარა პულტი, ერთი პატარა პაპკა, რომელიც ინახება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. რომელიც საკრაბალდესაც ეცნობა ნებისმიერი პრეზიდენტი. საიდუმლოდ. მე ის იუგება ინახება. გესმით? აქედან გამომდინარე, დღესაც, როდესაც პირდაპირ აცხადებს USAID-ზე, ჯორჯ სოროსის ფონდზე, რომ ეს არის სატანისტების უშუალო ჯოჯოხეთის მაშხლები და ეს ორგანიზაციები არიან და ესენი არიან გასაძევებლები, როგორ ფიქრობ, საქართველოში ისე შეწყვეტენ და უცებ ეს ჯოჯოხეთის მართლა მაშხალები, შავი ანგელოზები გარდაიქმნებიან ღმერთის ანგელოზებად. ეშმაკის დასი გადავა ღმერთის დასში? არა. ამიტომ უნდა აიგზავნოს. მე აუცილებლად უნდა მიიღოს სახელმწიფო ჩვენმა პარლამენტმა ხო არ უკვე მივდივარ დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე დგას რა ჩვენი სახელმწიფო. ხელახლა ვიბრუნებთ ჩვენ სუვერენიტეტ ჩვენს დამოუკიდებლობას. უნდა აღადგინოს სახელმწიფო მუხლი სამშობლოს ღალატზე სივრცე სამართლის კოდექსში. ეხლა რა დღეს გუშინდელი აქცია, ხო, ისევ კოლაფსი უნდა შექმნათ და ისევ დააკავეს ის ორგანიზატორი, მაგრამ დღეს თურმე გამოუშვიათ. და ვერ გავიგე. ესე იგი კანონი, საკანონმდებლო ბაზა ადმინისტრაციული სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციული სამართლის წარმოების არ გაძლევს იმის უფლებას, რომ ესე იგი უფრო სერიოზული მუხლი. და კი შეუფარდე, მიიღე ეს კანონი. ამოქმედე, შემოკარგო. მე კიდევ ესენი რო უყურებთ, რომ კარგია ერთის მხრივ გავიგეთ თქვენი გათვლა, ქართულ ოცნებას მივართავ, რომ ჩვენი ძალა არ გამოაჩინეთ და ჩვენ არ გაგვიძახეთ, რომ ჩვენ, იმიტომ რომ ასეთ უმსგავსობებს, იმიტომ რომ ორგანიზება გჭირდება ნებისმიერ გამოსვლას, ხო? და არ გაგვიძახეთ თორე. დავუშვებდით ჩვენი პოლიციელების რბევას, პოლიციას რო არ ბებდნენ, პოლიციას რო წავდნენ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების შენობას, როდესაც ბილწავდნენ და ჩვენი ინტერესი ლახავდა, ჩვენ გამოვიდოდით და ავიცავდით. იმათყვა გამოსვლას, მაგრამ არ დაგვიძახეთ. არა, ხო ხედავთ არ კმარა ეს უკანასკნელი.
ბაზარი საჭირო. ეს ყველაზე კარგად იურისტებშია ის ადამიანება კარგად იციან. ამიტომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია. მე მარტო მიშა შეეძლო დაეჭი რა. ეს სახელმწიფო ის არის რა ქვია მარტო 64 არის სახელმწიფო არ აქვს უფლება რომ თავისთავად დაიცვას. აბა რაში ჭირდება მაშინ უშიშროების სამსახური შინაგან საქმეთა მიმართულებისა ძალოვანი სტრუქტურა პროკურატურა რაში ჭირდება? არ მაშინ რაში ჭირდება იგივე პარლამენტი, ესე იგი ვისაც ძალა აქვს იმან უნდა გააკეთოს, ვისაც რა მოგაკეთე და ოდის ჩემპიონზე ხოში აქვს ის უნდა ვაკეთო? და შემოსწავად? ანარქია გვინდა? ამიტომ უნდა მიიღოს ეს უკანასკნელი სახელმწიფო. კიდევ ამბობ, ამერიკის შეერთებული ამბობს, შეერთებული შტატების პირველი პირი ამბობს, რომ თუ თქვენ არ გადაიდეთ, არა 2%, რის გამოც აითვალისწინეს პატივცემული დონალდ ტრამპი, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამ მართლა უზნეო ადამიანებმა, სოდომელებმა და სატანისტებმა სრულიად სიტყვის მნიშვნელობით, ვინც ხელისუფლებაში არის წარმოდგენილი დღეს ევროპის სახელმწიფოებში, გარდა უნგრეთის პრემიერის, ბატონი ურბანის, რომელიც იმ ავაცახსენებელ პერიოდში, ხო? და დღემდე ჩვენ ქართული ეროვნული ინტერესისა და კონსერვატორია, ტრადიციონალისტის მატარებელი ადამიანია და სხვათა შორის უშუალოდ ტრამპის მეკავშირეა ევროპაში. და როგორი კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჩვენ პრემიერის მისამართით. და ჩვენ ხელისუფლების რომ ჩვენ ეს პატარა ქვეყანა როგორ ვიცავდით აი ამ იმაში და აი იქ რა პერიპეტიები იყო ყველაფერი ინფორმაცია მიაწოდა უშუალოდ მიაწოდა ურბანმა და იცის და მოიხსენება ტრამპს. ვინ რა საუბრობდა ტრამპზე ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში. იმათ გარდა ყველა მოღალატე სატანისტი. ხო. აქედან გამომდინარე. რაც ჩვენ გვინდოდა 50 წლის მანძილზე, რომ ამერიკა არ არის და დასავლეთი არ არის ჩვენი გადამჩენელი, ეს ფაქტია უკვე გამოჩნდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმესთან ურთიერთობა უნდა გადავიდეთ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან. როგორც ეს სახელმწიფო. ჩვენ აი ეს ნატოში კი არ უნდა ვიყოთ, წაწვდით. ჩვენი ქართველებს და საქართველოში მცხოვრებ 2 მილიონზე მეტ ადამიანს გამოხატული აქვს თავისი სუვერენული უფლება და ნება, რომ ჩვენი სახელმწიფო საგარეო ორიენტაციის მიმართულებით უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო განსაკუთრებული სტატუსი. მიუხრობელი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ძალიან დაწნეხილი გეოპოლიტიკურ რეგიონში გვიწევს ხოს. აი ეს დედამიწა, ვისაც არ უნდა გინდათ, დაგაწყვეტეთ, ეხლა გეტყვით, რომ თბილისი სადაც არის, არ ამოიწევა და ჩელიაბინსკთან გვერდით არ აღმოჩნდება. მაშინ იმიტომ რომ სანამ ეს მანძილი ჩელიაბინსკამდე და თბილისიდან ჩელიაბინსკამდე, აქ უნდა გაკეთდეს რაღაცა საშინელი რაღაცა კატასტროფა, რომ ჩელიაბინსკიდან აღმოჩნდეს თბილისი. ან კიდე მეორე კატაკლიზმი უნდა საშინელება მოხდეს, რომ თბილისმა გადაინაცვლოს და პარიზის გვერდით ან ბერლინის გვერდით აღმოჩნდეს. ეს მარტივად რო თქვა, ეს სულიერი ფსიქიური ავადობა. არ მოხდება, არ ჩელიაბინსკის მეზობელი თბილისი და არც პარიზის და ბერლინის. თბილისი არის კავკასიაში და თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი. ამიტომ ჩვენი სხვა გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით. მე ვფიქრობ და ვხედავ, რომ ქართული პოლიტიკა, რომლის გამხმოვანებელი და რომლის აი პოლიტიკა არის მის ხელისუფლებაშია, რომ ამ პოლიტიკურ გზესაც ის აიღებს, ჩვენ უმრავლესობის აზრით ასე კი არ ეკითხება. და მადლობა ამ შემთხვევაში, არა ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში რა, მადლობა. არამედ ერთადერთ პიროვნებას, ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიაა ეს უკანასკნელი ქართული ოცნება. ძალიან კარგად მახსოვს ქართული ოცნების აი ძალიან უხერხული რა ქვია სახეები, როდესაც ერთ-ერთ დიდ შეკრებაზე ბატონმა ბიძინამ ეს განცხადებები გააკეთა და მე ხელისუფლებამ ნელ-ნელა ნაბიჯები, ესე იგი თავდაცვის
მექანიზმები ის ამუშავება დაიწყო. რა არის ქართული ხელისუფლებისთვის და მარტივად ქართული სახელმწიფოების თავდაცვის მექანიზმები? აი ნაბიჯების, თამიდორული ნაბიჯების გადადგმა. მაგრამ ეხლა ისეთი დროა, რომ უკვე სწრაფად არის გასაკეთებელი. უმრავლესობა ხარ, არ შემოვიდეთ პარლამენტში, დაივიწყეთ თქვენ ახლა უმრავლესობა და მიიღეთ შესაბამისი საკანონმდებლო გამოიყენეთ ეს საკანონმდებლო ინიციატივები და მიიღეთ საკანონმდებლო ბაზა, შექმნით და იმოქმედეთ. იმიტომ რომ გეოპოლიტიკური სურათი შექმნილია, შეცვლილია სურათი და ჩვენ სასარგებლოა სხვათა შორის. ჩვენ სასარგებლოა. ილონ მასკი დერიტას ამ სატანისტებს. პირდაპირ თვითონ ამ კაცის სიტყვები პირიდან არის გაცხადებული ეს სიტყვები. და პირველად ჩვენ საუბრობთ ამაზე ქართველები, იმიტომ რომ საქართველოს შედება მეორე რიგში. სიტყვის სახით. რომელიც განაცხადა ვატო ჯორჯიაძე, როგორც საზოგადო კაცმა და წერალმა და საზოგადო მოღვაწე. და ჩვენი ორგანიზაცია. ამიტომ ქართული ეროვნული ინტერესი და პატუცემული ჩვენი ბიძინა ივანიშვილის ინტერესი თანხმდროში. ეხლა ქართული ოცნება ძალიან იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში მიიღებს აი ამ ზომებს, კერძოდ საკანონმდებლო ბაზას შექმნის, მიხედავს განათლების სისტემას, განათლებას, რომ არ დავკარგოთ, სრულად არ დავკარგოთ ეს ახალგაზრდები, ნაწილი უკვე დაკარგულები არის. ხედავთ რა დღეში არიან ეს გონდაბინდული ჩვენი მომავალი თაობა, რომელსაც მომავალი აღარ ექნება. მეორე ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, იმიტომ რომ იცით რა, ეხლა ამხელა რა ქვია, კი ბატონო, თურმე ჩვენი პრემიერის და ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებაა, რომ 10% ბოლო კვარტალში, ბოლო 10%-იან შემოსავალს ზოგადად 6% ნახევარი. ბიჭო, იცით რა, რას კეთო ჩემო. თუ ასეთ მოგებებზე გავდივართ 10%-იან მოგებებზე, მაშინ რატო გარბის ეს ქართველი რა? გიჟია, გადარეულია. ეს აქ კარგია 400 ლარზე ცხოვრება, გენეცოდე? და 400 ლარი თურმე აღმოჩნდა რომ შენ 400 ლარის რო უნიშნავ ხელფას კაცო და არ ყოფნის იმას გადასახადების სოციალურში, იმიტომ გარბის და გაგიდება და ესე შენ რას მეწერ? შენ რა ქვია, იმ ბიზნეს რო იცავ იმ პარლამენტიდან ბიჭო და კიდევ ერთხელ ჩვენ დაგვაბო უკაცრავად დამოთქვაზე რო ეკონომიკა რა ეკონომიკა რომელი წარმოება მუშაობს ბიჭო რომელი წარმოება ამუშავეთ 30 წელს რაც კი რა მუშაობდა ყველა დაანგრიეთ კაცო სოფლის მეურნეობა სად არის ქართული პროდუქცია წვანილი გიდა კიტრი, პამიდორი, სოფლის მეურნეობა, ბოსტნეული, ჩვენ ბაზარზე, ჩვენ ქართული პროდუქციით ვიკვებებით? რომელი ეკონომიკა, ტურიზმი გინდა? და ტურიზმი რა არის? მეძაობის პირველი ისა. კუბამ რატო გადააყო ამერიკის ეს ბორტი? იყო კაზინო და საბორდელი, ბორდელი იყო კუბა. ფიდელ კასტრო რომ მოვიდა. გატახსირებული იყო იქ ხალხი. ნარკოკარტელები მუშაობდნენ იქ. და ამერიკელი ოლიგარქები, მაფიოზები. გონიათ ამერიკისა ფიდელ კასტროს ის საბჭოთა კავშირმა დაუჭირა ხარი? არა. ფიდელს და რაულს დაუჭირა ისევ იმ 80-მა კაცმა, რომელმაც დაამხობა იმაშინები იქ არსებული დიქტატორული რეჟიმი. სატელიტი და ამერიკის დასმული რეჟიმი, ვადის დასმული. სახე. 80 კაცი იყო ფიდელ კასტროს. ერთხელ ვერ გამოუვიდა და მერე გამოუვიდა. და განაცხადა ის თავის პოზიცია სოციალური სამართლიანობის და ეს გადატრიალება მერე რევოლუციით, იმიტომ რომ სხვა გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საბჭოთა კავშირმა მერე მიახმარა თავისი რესურსები. და დღემდე არსებობს სხვათა შორის კუბა. იმ რეჟიმით. იმას თავისი პრობლემებია. იმიტომ რომ დღევანდელ მესეურებს სოდომური გადაყრა ამ სოციალისტებს. სოციალისტურ დიდ კომუნისტურ აი ამ პარტიაში არის მიმართულება, რომ იქ გატახსირებულობისკენ წავიდა. აბერტი მამამისის მხარეს, მამამისი და ფიდელის ახედა მოეწონებოდა ის, რა ქვია, გენდერები და რა ქვია, ეს სოდომური გადახრის პარტიულ მუშაკები არ მოეწონებოდა.
უტირებდა ყოფის წერილს. მაგრამ ახლა ეს ვითარება, იმიტომ რომ მაგათი ის ეროვნული რაღაცა თვისებები, რა ქვია, ალგორითმი მაგასაც მოიცავს რა. რომელიც ბოლომდე ვერ აიქნა ამუშავებელი, იმიტომ რომ სოციალური საკითხი ჯანდაცვასთან ერთად. და მე კიდევ რესურსების პლანვა შეიძლება ეს. მაგრამ ჩვენ რო გვეუბნებით რომ კამრები შემოიჭირეთ რომ თქვენი იჭერეთ ბიჭო ხარ მითხარით რა. თქვენი შემოიჭირეთ ეს კამრები. მოხვედით 2000-3000 იქონოთ ხელფასი პარლამენტარებს და მოხვედით თუ არა პირველივე სტომაზე როცა ჩაატარეთ ბიჭო მე თვალს და ხალხის გასანახად აკეთებთ რომ 11,000 დაიტავა და ხალხს რა მოუმატეთ 30 ლარი მოუმატეთ პენსია და 25 ლარი ფიქტიურად რო გიწერია რომ თურმე საშუალო ხელფასი არის 1300-დან 1600 ლარამდე თქვენ სადა ჩემს არის სახება ჩემს ახალგაზრდობაში არის საქართველოში არის სადა საიდან ლაპარაკობთ მაგრამაც ამიტომ კეთილი ინებდა ცოტა თუ კიდევ სოლიდურობა შეიძინოთ ხო იმიტომ კი არა რომ თქვენ მართლა დაგიჭირეთ და გულით დაგიჭირეთ ხარ ჩვენ დაუჭირეთ ჩვენს ქართულ ინტერესს და ქართული ინტერესი პირველად გადიოდა გეოპოლიტიკურ აი დიდ სიმაღლეებზე რომ საქართველოში ომი არ მომხდარიყო და ის უბედურება რაც ჩვენ სამეზობლოში ხდა ის არ მომხდარიყო რა 100,000 100,000 მარტო ხელხუმბარა რო ჩამოვარდნილიყო თბილისში ხო საქართველოში ხელხუმბარა უბრალოდ რა ხელხუმბარა ერთი როქია აი ხელში ხუმბარა რო არის რა რასაც ბომბი ესე ვთქვათ ლიმონკა 100,000 ჯარისკაც ესე რო ისროლა საქართველო აღარ იქნებოდა აღარ არის სერიოზული და ამის გამო დაგიჭირეთ ხარ და ვითხოვთ ეხლა თქვენ კი არ გთხოვთ ჩემო ქართული ოცნება კი არ გთხოვთ თქვენ ამას მოვითხოვთ თქვენგან რომ ხო ელოდებოდით ტრამპის ინაუგურაციას ხარა ხო ელოდებოდით ველოდებით დაგაცადეთ გუშინ აქცია მოაწყეს ბიბიგრე რომ საკუთარ ვირის აპაროში გავუშვიდით ამ მართლაც ვირიშვით კაცო და ეს გამოვუშვით ესენი რომ ხვალზე იგივე გააკეთო ფონდები გითხარით აღგზალეთ ეხლა სასწრაფოდ კარგია რომ გამოცადეთ თქვენი სტრუქტურის ხალხი ძალოვანი სტრუქტურის ვინ როგორ მოიქცეოდა და იქ თუ რამეა უკვე იცით რა ვინ რანაირად იქცევა მაგრამ ეხლა ერთსაც გეტყვი საქართველოში ძალიან არანორმირებულად ხდება უბნებში რა ქვია შუქების ჩამხობა. თელასი და ყველა სტრუქტურაში კარგად იცით რომ ესენი ეს პარაზიტი დივერსანტები გვიზიან. საბოტაჟნიკები. და ისინი ყველანაირად ცდილობენ რომ ეს მუხტი შექმნა, უშუქობა, მე გაზი და ასე შემდეგ. ის ხალხს მიხედვით. აბა უშიშრობა რასაკეთებს? არ იცით ვინ ვისი კადრია? აი ეს კომპლექსურად არის გასაკეთებელი ეს და დროულად. კიდე კი არ გთხოვთ ამას. მოვიდეთ უკვე. რომ ეს მარაზმი თბილისში დამთავრდეს, კაცო. ეს არის სამი რიცხვი. ვიფიქრე 5-ისთვის უკვე უნდა დამთავრებული. ეს ხელფასი მოიმატა, იმაზე დაიჭექეთ ბიჭო და ეხლა ვერ გავიგეთ თქვენ როგორ ახთ რა? ის ბაზა რაც საკანონმდებლო არის, პირველ რიგში სამშობლოს ღალატი და საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალ წარმოების ის კოდექსში ის მუხლები შეიტანეთ და ჩვენს აი უსაფრთხოების სამსახურს და ძალოვან სტრუქტურებს მიეცით სრული შესაბამისად მოქმედების უფლება შესაძლებელია. რომ მართლა ზუზურ გადაჭრან და უზრუნველყო ჩვენი უსაფრთხოება. თბილისში თორე იცი რა ეს მართლა სამოქალაქო იცით რა არ იყოს სამოქალაქო 30 წელი არსებობს ერთეული მუჭა ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს ხარჯზე უმრავლესობის ხარჯზე მისაღებია ეს არ არის მისაღები მაგრამ ჩვენს გამოდივართ ქართველი არის პირველ ყოვლისა გონიერი და იმ რეალობაში ცხოვრები და ძალიან ადეკვატურები ვართ მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარგაც კეთილინებეთ ეს საკითხები დროულად უნდა დაგიჭიროთ ერთობლივად ხარ გეუბნებით რომ ეხლა რაღაცებს ვითხოვთ რა ვითხოვთ ძალიან მარტივ რაღაცებს
ეს არის გასაკეთებელი. ნაბიჯ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ აი ამ ძირეულ გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ სადა აი ამ ძირითად საკითხებში გაფრთხილება გვაქვს ხედვებში ხმამაღლა მე უფრო მეტ ციტამამას გისურვებ რომ ხმამაღლა განაცხადო დიახ ჩვენი გზები გაიყარა მაგრამ რუსეთში არ მივდივართ ჩვენ არ გვინდა კარგი ურთიერთობა კი გვინდა და რუსეთთან ეკონომიკის მოგორება შეგვიძლია ჩუა ვამუშავებთ ხო ის ევროპაში რაც არ უნდა ეკონომიკა ჩვენ და წარმოებები ევროპა პროდუქციას არ მიიღო და რუსეთი სიამოვნებდა იმიტომ რომ ამ ეკონომიკური კუთხით ის თავის პოლიტიკურ საკითხებს აჭრის რომ ჩვენი ფლიტა საფრთხე აღარ დაემუქრება მის სასიცოცხლო ინტერესს პოლიტიკურ ამიტომ რუსეთი ამ შემთხვევაში მეკავშირიანი ძალიან ჩაულებრივად მეკავშირიანი აღმოჩნდა რომ თურმე ჩვენმა თავად ძალიან კარგად იცის და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამაც იცის რუსული უნდა დაამთავრდეს ეს ნარატივი რუსი მტერია ვიჭო თუნდაც რეალურად ტერი რო იყო ტერს არ უნდა ეძახო არ უნდა გააღიზიანო თუ ემე წავიდა თუ ჩვენი ინტერესები ჩვენ გარშემო ყველა ჩვენი მტერია რა ერთი ინგუშის გარდა ჩვენ სამეზობლოში დიდი სიამოვნებით ყველა წარგულებს ყველა აბა გადახდეთ ერთი მინარი ამიტომ გამოსავალი არსებობს თანამედროვე ნაბიჯი მაგრამ რაღაცების სწრაფად არის გასაკეთებელი აი ახლა წარმოიდგინეთ რომ ოპერაცია გასაკეთებული ხო ბრანაცლავის რა აპენდიქსი გასკდა რა უნდა იქნეს ხელახალი თორე თუ დროულად არ იქნა და ჯარევა ქირურგიული ხო პატარა რაღაცაა რა ეს ყველა მიცით ბრანაცლავი რასაც აპენდიქსი სამეცნიერო ის მოწამლავს მე სისხლს და პერიტონიტი და იქ მთელი ორგანიზმი მოხდება და ერთი პატარა აპენდიქსი ვერ მოშორებულა ვერ გადამიწყვეტია აბა რა გინდა ამდენი დოქტორი ვიყავ კაცო ამდენი პროფესორი ვიყავ პროფესორები ვარ თავი რო ვისკრება ცოტა პოლიტიკაში მგონი დროულია ეს ყველაფერი აი ამ თემებზე კიდევ გავაგზავნებ თქვენთან საუბარს ჩემო ზრდასზე დიდი მადლობა